არის ღარიბი საბა, ჩემი უხარჯო აკაუნტი, რომელსაც მე ვქაჩავ 0-დან 8-მდე ხარჯების გარეშე. პირველი 5 დღის განმავლობაში ჩვენ უკვე ავგაჩეთ 1938,100. ავიღეთ 26 ბრაულერი 104-დან და ავიყვანეთ ბრავო პასის დონეები 56-მდე. და სიმართლე გითხრათ, მე ვიდეოს გადაღებას ვაპირებდი ხვალ, მაგრამ მე გავიგე, რომ გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატი და ეგრევე როდესაც მე გავიგე, მაგიტომ მივხვდი, რომ უნდა გადავიღო ახლა ვიდეო, რადგან არის მსოფლიო ჩემპიონატი, ეს ნიშნავს, რომ არის ძალიან ბევრი ჯილდო. Იმიტომ მოით დავიწყოთ ჯოჯოით აი ამ ივენტებს გავხსნი, შოუდაუნი, ბროუბული, ასე ყველა ჯოჯოით არ მაინტერესებს, მაგრამ შესაძლებელია დღესვე უკვე ავკაჩოთ 2000 თასიც. და მეგობრებო, ასე ყველა ჩვენ გვაქვს პირველი პრაიმი, ის ვიდეო უკვე გამოვიდა ჩემს არხზე, შეგიძლიათ ნახოთ, სადაც მე უკვე ავკაჩეთ დერილზე პირველი პრაიმი, მაგრამ დღეს არის სულ სხვა ვიდეო. Так, პრინციპში აქ რანდომულად ავიღებ, აი ნოკაუტი, ისაც ამ აკაუნტზე მე ჯოჯოით არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, მაგიტომ ჯოჯოით ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატი და წავედი მეგობრებო, ახლა უნდა ვითამაშო. Так. პირველი რუკა არის გემგრაფითქო ბაუნტი და ბაუნტიში მე გამომადგება გრომი, ხო, აქ ყველაფერი ჰაიპერჩარჯებით, ყველაფერის, მაგიტომ ეს ჩემთვის არის ძალიან უდიდესი პლუსი, მაგიტომ პრინციპში ყველაფერი მაქვს აღებული, წავედით მეგობრებო პირველი თამაში. პირველი მოგება უკვე არის ჯიბეში და შეხედეთ რისი გაკეთება მიწევს. სამ ჩემი რანდომები იქ სადღაც არიან და პირველი სტარტდროპი უკვე არის. მიდი აბა გასაგებია ეს უკვე. ოი, 5 ეს არის დიდი. პრინციპში აქ არაფერი ნორმალური არ იქნება, მაგიტომ მე უბრალოდ ამას დავსკიპავ. ეგრევე გავხსნათ ახლა სტარტდროპი და ეპიკური. პრინციპში აქ არაფერი არც გამომივა პინების გარდა. მოგებაც უკვე ჯიბეშია და რაზე ყველია ვინ იქნება ვარსკვლავური მოთამაშე და კიდე ერთი სტარტდროპის, ორი სტარტდროპი უბრალოდ ეჭერჯებით დღიური მოგებების გამო, რაზე ყველია არის გარდა არაფერს არ მომცემენ და მსოფლიო ჩემპიონატის მითიკი მეგობრებო, так, აბა და პრინციპში ამ გაჯეთს მე არც კი ვიყენებ, მე ვიყენებ სხვა გაჯეთს, მაგიტომ რაღაც დროპმა არ გამაბედნიერა. მოგებაც სად არის და პირველი ჩაოს დროპი. კარგია და კიდე ასე გვერდია სტარტდროპი, რომლიდანაც არც კი არაფერი არ მომივა და აი ჩაოს დროპი, რომელზედაც მე მაქვს ძალიან დიდი იმედი. ოკეი, გასაგებია პირველი არ გამოვიდა. ახლა ჰოტზონი და აი ჰოტზონში უკვე გრომი საერთოდაც და არ ითამაშება, აი ემზი შემიძლია ავიღო პრინციპში და ბოტს, აი ბოან ემზი. მოით მეგობრებო, უფრო კარგია ავიღებ ბოს, ყველაფერს დავიყენებ, და შილდი აუცილებლად ეს მუშტი. გაჯეტი ისე ამჭირდება, მაგრამ გაჯეტი ასე ყველია ეს და ორი წამით რომ გაშიშებს ჩემს ტრეპს. წაგებების გარეშე მე ვერსად ვერ წავალ ასეთი კარგი რანდომებით. ორი წაგებას ედიზეთ რაღა უნდა ვთქვა, უბრალოდ შეხედეთ ვინც ნამდვილად იბრძოდა და ვინ უბრალოდ არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, აი ასეთ ადამიანებთან თამაში შეუძლებელია. ხდება უბრალოდ მართლა, უბრალოდ არ ვიცი რა იძლევს ვიკავე, მართლა დებილი უტვინო არსებები, ხო? ყოჩა ხაბარა. The real, რასაც ყველია ყველაზე მთავარი მსახიობი. თუ შეიძლება, წაშალე ჩემო ოქროს ბიჭო თუ გოგო, არ ვიცი ვინც ხარ. წაშალე ბრაუზერში, შენ არ იცი რა არის ეს თამაში. წაშალე უბრალოდ და სხვებს თუ შეიძლება უშლი ნერვებს. მეგობრებო, იქნება უკვე წაგებული თამაში. აი შეგაი უბრალოდ აი რეებს შვები იმისთვის რომ მოვიგო და აი კოლტი. მართლა შემო. გუნდა ითამაშო უბრალოდ ასეთ ტიმეიტებთან თხოთანი. არა დამტანჯა უკვე ამ და ოპაკაია. მიდით დადეკით უკვე ზონაში. და ოჩა. ნეტო მე ვნახო შენი სტატისტიკა და საერთოდ ვინ ხარ აბა?
დიზლაიკებს უმიშვერ, აბა რა, თვითონ არაფერს არ შვება მეგობრებო, უბრალოდ დაიჭერეთ, არაფერს არ შვებოდა, ეხლა მინდი დაკი. არა, ეს უკვე წაგებული თამაშია. ну кай, окей, მე პრინციპში მაქვს თავარი აკაუნტი, სადაც მე შევეცდები, იქაც მომიწევს რანდომებთან. გასვლა სადაც შევეცდები უკვე გავიარო, აქ უკვე ამ სოფლიო ჩემპიონატის გასვლა შეუძლებელია ასეთ რანდომებთან. ოპა, კაია, შევაკავოთ მაინც. არ ვიცი, ну მე მაქსიმალურად ვცდილობ, აი ზონაში ტიკის დადგომა მოუწევს, აი ეს ლუ ყველას უშორს დიზლაიკი, ყველა არის დამნაშავე მის გარდა ასაკველი. ეს არის ნათელი ადამიანი. არა, მე უკვე ხო. მე უბრალოდ მინდა უთხრა ყოჩახ ჩემს მოწინააღმდეგებს, ისინი 1000 თავით უფრო წინ არიან. აი 8ჯერ მოკვდა და კიდე ჩემთან და კოდთან აქვს რაღაც პრობლემები. საღო აბა რა. Так, окей, პრინციპში მსოფლიო ჩემპიონატის მე გასვლა ვერ გავიარე მსოფლიო ჩემპიონატი, მაშინ უბრალოდ აი ედგარზე პირველ თასებს მაინც ავწევ და პრინციპში მე ვიცი, მე ძალიან მინდა მორტისი ავიღო ამ ვიდეოში. და კიდე ასევე მე მინდა კიდე ეს მითიკური სტარტოპის ზუსტად გასზე წინა ვიდეოზე რომ დავიწყე, მაგრამ წავედი მითიკური სტარტოპის ასახებად. შესაძლებელია პერსონაჟიც კი ამომივიდეს. Citasi da მითიკური სტარტოპი აქ ჯივეში. და აი, უკვე, ну რასაკვირველია, აი ეს ნანო სტარტოპები 4, ოკეი, ეს ის დიდი. არაფერი არ ამოვა რასაკვირველია, ეგრევე დავსკიპოთ და так, აჰა, ეს არის დღიური მოგებები. რასაკვირველია არაფერი და აი მითიკური სტარტოპი. მიდი აბა და გასაგებია, ოკეი. Так, და აი 2000 თასი, მაგრამ მე მინდა პრინციპში კიდე აი მითიკური სტარტოპები. ახლა აბა ავირჩიო რომელიმე აქედან პერსონაჟს. დავწყვეტე რომ ავიღებ დინამაიკს, რადგან ბროუბოლში დინამაიკი თან კიდე ბოტებთან ყველაზე ადვილი იქნება ამ პერსონაჟ აი ამ ბრაულერებს შორის, მაგიტომ ტაქსა და ის დინამაიკი ცოტა მაინც უნდა გავაზიარო, აი მოითმეგო რომ გავაძლიეროთ 6 წამამდე, ხო? რადგან გაჩეტების ამოსვა მე სტარტოპებიდან ჯერჯერობით არ მინდა. ორი სტარტოპი მზად არის და შეგვიძლია გამოვიდეთ აქედან. მიდი აბა ტაქს და რა მოვა? ნიტა სკინი გასაგებია, უკვე სკინების ერა წავიდა ზღვის. ნიტა, ну, პრინციპში არ უშოს ლამაზი სკინი მაინც არის და მაგრამ მე ახლა ვიფიქრე. მე ახლა მინდა პრინციპში წავიდე ჩაოსტროპამდე და ასევე სუპერ რეარ ბრაულერებამდე. მაგიტომ კიდე ცოტას ვითამაშავ და რა დინამაიკით მე უკვე ძალიან მაგრად დავიტანჯე. აი ედგარს ავიღებ ზუსტად ცოტა თასებს ედგარზეც. ავკაჩავ. ბოლო მოგებაც და ახალი მსოფლიო და პლუს კიდე ახალი სუპერ რეარი ბრაულერი, რომელიც მელოდება უკვე აქ და ძალიან ბევრი კიდე ჯილდოები. ну ასაკველია მორტისისთვის ცოტა აკლია, ოკეი, და კიდე კრედიტები, კიდე ცოტა აკლია. აი მეგობრებო, კიდე მითიკური მეორე მითიკური ბრაულერი. ამ ახალ აკაუნტზე ხარჯების გარეშე და აქ რაღაც ახალი ეპიკური ბრაულერი. გრიფი, აქ გრიფი 100%-იანი და 1000 მონეთი, 200 გამაზიარებელი, 200 მონეთი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დამიწევოთ რომელი ბრაულერები ავირჩიო, მე ჯერჯერობით ავირჩიე გრიფინტო, მე მაგალითად უფრო მომწონს გრიფი, აი ჩავუტრები, ოპა სუპერი არის. კიდე? გასაგებია, ოკეი. ჯერჯერობით იღბალმა მითხრა ნახონ დის, так. აქ კიდე 3-დან 1 უნდა ავირჩიო ჯეკის, ოკეი. ახალი კიდე ერთი სუპერიარი ბრაულერი, ჯეკი, მერვე 10-დან, ოკეი. მეგობრებო, პრინციპში ჩვენ აქედან უკვე ავიღეთ თავიდან ბოლომდე ეს ჯილდოები და მოით პრინციპში უკვე შევაჯამოთ ჩვენი ასე ვთქვათ მიღწევები. უკვე 6 დღის განმავლობაში. 6 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 2264 თასი. ჩვენ გვაქვს უკვე 28 ბრაულერი. მათგან ჩვენ გვაქვს 1 პრაიმი.
ასევე ჩვენ მივედით 55 დონემდე Brawl Pass-ში და Golden 2 რეიტინგ ბრძოლაში და სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავიარეთ მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ დასაკვირველია ეს არის საბოლოო მსოფლიო ჩემპიონატი ამ აკაუნტზე. ჯერ კიდე ძალიან დიდი მომავალი ელოდება ამ ახალ აკაუნტს ამ Brawl Stars-ში. თქვენ კიდე მეგობრებო, მადლობა დიდი ვისყავდით ბოლომდე. თუ მოგეზრდათ, მე ახლა წავედი. ნახვამდის.